მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე ჯგუფის ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს ქლორი, ატომური ნომერი 17, ატომური მასა 35.453, მოლეკულა ძირითადად ორატომიანია და არსებობს როგორც ქლორ 2-ის სახით. იგი მოყვითალო მომწვანო ფერის აირია. ჟანგვის ხარისხი. დაჟანგულობის ხარისხი მერყეობს -1-დან +7-ის ჩათვლით და შეიძლება იყოს +1, +3, +5 და +7. იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში, მიეკუთვნება ჰალოგენების ოჯახს. აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა შეელემ. ბუნებაში გავრცელებულია ძირითადად ორი იზოტოპის სახით. იზოტოპი 35, რომლის პროცენტული შემცველობა არის 75.4% და იზოტოპი 37, რომლის შემცველობაა 24.6%. ქლორი მაღალი ქიმიური აქტივობის გამო ბუნებაში თავისუფალ მდგომარეობაში არ გვხვდება. გავრცელებულია მხოლოდ ნაერთების, უმთავრესად ქლორწყალბადმჟავის მარილების სახით. უმნიშვნელოვანესია ბუნებრივი ნაერთი ჰალიტი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ნაერთი ქვამარილი, რომელიც ძირითადად გამოიყენება აგრეთვე როგორც სუფრის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი. გარდა ამისა, სილვინი, კალიუმის ქლორიდი, სილვინიტი, ნატრიუმის ქლორიდი დაკავშირებული კალიუმის ქლორთან, კაინიტი, კალიუმის ქლორიდი დაკავშირებული მაგნიუმ SO4-თან და დაკავშირებული 3 მოლეკულა წყალთან. ქლორის ნაერთებით მდიდარია ოკეანეების, ზღვებისა და მლაშე ტბების წყლები, რომლებშიც ქვამარილის შემცველობა დაახლოებით 3.5%-ია. მათი წყლები შეიცავს აგრეთვე მაგნიუმის ქლორიდს, რომელიც მწარე გემოს აძლევს. ქლორის ნაერთები შედარებით მცირე რაოდენობით გვხვდება ცხოველურ და მცენარეულ ორგანიზმებში. ქლორი შედის ქლოროფილის შემადგენლობაში. მიღება. სამრეწველო მასშტაბით ქლორი მიიღება იაფი ბუნებრივი ნედლეულისაგან, ქვამარილის, ნატრიუმის ქლორიდის კონცენტრირებული წყალხსნარის ელექტროლიზით. მიიღება ქლორ 2-ს დაუმატოთ HO დაუმატოთ ნატრი UH-ში. აღებული გვექნება 2 მოლეკულა ნატრიუმის ქლორი და 2 მოლეკულა წყალი და მიღებული გვექნება 2 მოლეკულა ნატრიუმის ტუტე. მშრალი ქლორი რკინაზე არ მოქმედებს, ამიტომ მიღებულ ქლორს ფოლადის ბალონებში წნეხენ, რომლებშიც იგი თხევადი სახით ინახება. გარდა ამისა, ლაბორატორიაში ქლორი მიიღება აგრეთვე H-ქლორის მანგანუ 4-ის ოქსიდის მოქმედებით. მიიღება მანგანუ ქლორ 2 და გამოიყოფა წყალი. რეაქცია საჭიროებს გასწორებას, აღებული გვექნება 4 მარილმჟავა, ხოლო მიღებული 2 წყლის მოლეკულა. ქლორს იღებენ აგრეთვე სუფრის მარილისა და ზომიერი კონცენტრაციის გოგირდმჟავის ნარევის ურთიერთქმედებით მანგანუ 4-ის ოქსიდთან. ნატრიუმის ქლორიდს დავუმატოთ H2SO4 დაუმატოთ მანგანუ O2, მიიღება ქლორის მოლეკულა დამატებული ნატრი HSO4 დავუმატოთ მანგანუ SO4 დამატებული წყალი. რეაქცია საჭიროებს გასწორებას, აღებულში გვექნება 2 მოლეკულა ნატრიუმის ქლორიდი, 3 მოლეკულა გოგირდმჟავა, მიღებულში 2 მოლეკულა ნატრიუმ HSO4 და 2 მოლეკულა წყალი. პროცესი მიმდინარეობს სარეაქციო ნარევის გათბობით. ქლორის მიღება შეიძლება ქლორიან კირსა და მარილმჟავას შორის მიმდინარე რეაქციით. კალციუმ O ქლორ 2-ს დავუმატოთ H-ქლორი. მიიღება ქლორ 2-ს დავუმატოთ კალციუმის ქლორიდი და დავუმატოთ წყალი. გავასწოროთ რეაქცია, აღებულში გვექნება 2 მოლეკულა მარილმჟავა.
ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო ქლორს ჩვეულებრივ გაზომეტრებში აგროვებენ. ქიმიური თვისებები. ქლორი აქტიური მჟანგავია. ამ მხრივ იგი მხოლოდ მტოშთა ჟანგბადს ჩამოუვარდება. იგი ადვილად შედის რეაქციაში წყალბადის მოლეკულასთან. მივიღებთ 2 მოლეკულა მარილმჟავას. მზის სინათლის პირდაპირ დასხივებით პროცესი აფეთქებით წარიმართება. რეაქცია მიმდინარეობს ჯაჭვურად. გალღობილი ნატრიუმი ალდება ქლორში. გახურებული მაგნიუმი ენერგიულად იწვის ქლორის არეში. და მიიღება მაგნიუმის ქლორიდი, მაგნიუმ ქლორ 2. ზოგიერთ შემთხვევაში ქლორი ჟანგავს და აძევებს ჟანგბადს ოქსიდებიდან. მაგალითად, მიიღება კალციუმის ქლორიდი და გამოიყოფა ჟანგბადი. გავასწოროთ რეაქცია. მიღებულში გვექნება 2 მოლეკულა კალციუმის ქლორიდი. ქლორი ენერგიულად მოქმედებს სულფიდებზე. მაგალითად, მიიღება ქლორი ნაჯერ ნახშირწყალბადთან შედის ჩანაცვლების რეაქციაში, მაგალითად მეთანთან. CH2 დავუმატოთ ქლორ 2, მიიღება CH3 ქლორი და გამოიყოფა H ქლორი. ხოლო უჯერ ნახშირწყალბადთან ნიერთების რეაქციაში შედის, მაგალითად ეთილენთან. მიიღება C2H4 ქლორ 2. ქლორწყალბადის წყალში გახსნით მიიღება ქლორწყალბადმჟავა, მარილმჟავა, ერთფუძიანი ძლიერი მჟავა, რომლის შესაბამის მარილებს ქლორიდები ეწოდებათ. ქლორს ფართოდ იყენებენ მრეწველობასა და ყოფა ცხოვრებაში. მარილმჟავის, ქლორკირის, ჰიპოქლორიტების, ქლორატებისა და ქლორის შემცველი სხვა მარილების მისაღებად. გარდა ამისა, იგი გამოიყენება როგორც ფერად მეტალურგიაში მადნის ქლორირებისთვის. ქლორორგანული ნაერთების მისაღებად, რომელთა საფუძველზე მზადდება პლასმასები, სინთეზური ბოჭკოები, კაუჩუკი, ტყავის შემცვლელები. ქლორისგან მზადდება აგრეთვე მცენარეთა მამრებლების საწინააღმდეგო პრეპარატები. მისი ნაერთები გამოიყენება კვების მრეწველობასა და მედიცინაში, სასუქების წარმოებასა და ფოტოგრაფიაში. მისი ზოგიერთი ნაერთი იხმარება კატალიზატორად ორგანულ სინთეზში. ორგანული ნივთიერებების ქლორი ნაწარმები ფართოდ გამოიყენება საღებრების, სამკურნალო საშუალებების, შხამქიმიკატების, გამხსნელების მისაღებად. ამდენად ჩვენ განვიხილეთ ქიმიური ელემენტი ქლორი.